უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო თვეებში ტრანზაქციები შენელდა საბანკო სექტორის მხრიდან კი დეველოპმენტის დაფინანსება მინიმუმამდე შემცირდა. მიუხედავად მოთხოვნის კლებისა, ამ ეტაპზე გასაყიდ ბინებზე ფასის კლება არ ფიქსირდება, თუმცა ეკონომისტების ნაწილი გაზრდილი რისკების ფონზე ბაზრის აფეთქების რისკებზეც აქტიურად ალაპარაკდა, როგორ ფასდება ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარი მიმდინარე პერიოდისთვის და სჭირდება თუ არა სექტორს სახელმწიფოს მხარდაჭერა ამ თემაზე დღეს ბაზრის უმსხვილესი კომპანია არქის დამფუძნებელი ილია წულაია ჩვენთან ერთად ამასთან ერთად ვისაუბრებთ. დღემშვიდობისა ბატონო ილია, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ ბაზრის ანალიზით და შეფასებით. ბევრი ვერსია გვესმის ბოლო პერიოდში, მათ შორის გაზრდილი რისკებზე შენელებულ გაყიდვებს და ასე შემდეგ. პირველ რიგში რას აჩვენებს თქვენი კომპანიის მონაცემები და მეორეს მხრივ როგორ აფასებთ კომპანიის მიღმა არსებულ მდგომარეობას უძრავი ქონების სექტორში? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. კი ბატონო, ბევრი ექსპერტული აზრი ისმის, ზოგი ასე ვთქვათ, გასათვალისწინებელი, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მომხმარებლისთვის რთულია იმის შეფასება და განსაზღვრა, საიდან რა, ანუ ვის ასცენდოს და ვის არა. მე ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ, როგორც არქის დაფუძნებელი და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ასე ვთქვათ, კარგად ჩვენ ვგრძნობთ პულს უძრავი ქონების ბაზრის. როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც რეალურად ასახავს ბაზრის სიტუაციას, კვლევა როგორც გალთენდაგარდის, ისე ტიპის კაპიტალის და თქვენ ნახეთ, რომ კვლევაში ფაქტურად გამეორებულია წინა წლის ტრანზაქციების რაოდენობა. კვლევა არის მინიმალური 5-6%, რაც იმ ფაქტორების გათვალისწინებით, როგორი ასე ვთქვათ, განწყობაც იყო იანვრის თვეში, ალბათ უფრო მეტი იყო მოსალოდნელი და მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს კვლევა აბსოლუტურად ასახავს უძრავი ქონების ბაზარს ჩვენი კომპანიის მაგალითზე. ჩვენ კომპანიის მაგალითის შემთხვევაში წინა წლის იანვარ-თებერვლის გაყიდვებს რო შევადაროთ, დაახლოებით 23-24%-იანი მატება არის გაყიდვებში, ანუ 2024 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალი 24%-ით მეტი მოცულობის უძრავი ქონება თანხაში ვამბობ გაყიდული. შესაბამისად, ის მონაცემი, რაც არის ბაზარზე და რა ის კვლევის მონაცემები, საკმაოდ რეალური ჩანს და დარწმუნებული ვარ რეალურია. ეს იმ ფაქტორის გათვალისწინებთ, რომ ჩვენი კომპანია დიდი კომპანია, შეიძლება ჩვენ შემთხვევაში მატებაა, მაგრამ ვიღაცასთან კლება რაოდენობით მატება, ბატონო ილია, იმიტომ რომ ხან შეიძლება მატება იყოს გაზრდილი ფასიდან გამომდინარე და ტრანზაქციების რაოდენობა როგორია და თუ უფრო გაზრდილი გაქვთ ვიდრე წინა პერიოდში, რა არის ახსნა, იმიტომ რომ რეალურად ბაზარზე არის შენელება და მოლოდინები კიდევ უფრო უარესია მომდევნო თვეების განმავლობაში, იმიტომ რომ დაკვირვების რეჟიმში გადავიდა ერთგვარად მომხმარებელი. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ რაოდენობაშიც ბუნებრივია თქვენ ნახეთ, რომ ფასი იგივეა ფაქტურად 1%-ით უფრო მეტია და 1-2%-ით უფრო მეტია ვიდრე შარშანდელ წელს, ანუ ფასი დრამატულად არ გაზრდილა, შესაბამისად, რა კი საერთო თანხაში გაიზარდა, ესე იგი გაყიდვები, ეს იმას ნიშნავს, რომ რაოდენობაშიც გაიზარდა, ხო, ბუნებრივად, იმიტომ რომ ფასი დიდად არ გაზრდილა. რაც შეეხება მოლოდინებს და განწყობებს, როგორც თქვით, ეს უფრო რაღაც კონკრეტულ, ასე ვთქვათ, შეიძლება აღქმებზეა დამოკიდებული, მაგრამ რეალობა აჩვენებს იმ ხალხისთვის, ვინც დაინტერესებულია უძრავი ქონების შეძენით, რეალურად აქტიურია ბაზარზე და მხოლოდ 5-6%-იანი კლებაა და ფაქტურად კლება შეიძლება არ დავარქვათ შარშანდელ იანვართან შედარებით. დარწმუნებული ვარ, თებერვლის თვე უფრო მეტი იქნება ვიდრე წინა წლის თებერვლზე, იმიტომ რომ ჩვენი კომპანიის მაგალითზეც საკმაოდ უფრო მეტი მატება იყო ვიდრე იანვრის თვეში. აქედან გამომდინარე, მე მოლოდინი მაქვს, რომ გალთენდაგარდი და ტიპის კაპიტალი კვლევას რო გამოვაქვეყნებთ, თებერვლის თვეში უკვე მატება იქნება და ის 5-6%-იანი მინუსიც არ იქნება, მინიმუმ იმდენი იქნება ამ ორი თვის ჭრილში გაყიდვები, რამდენიც იყო შარშანდელ წელს. ამიტომ ის, ვინც დაინტერესებულია უძრავი ქონების ბაზარზე და ვინც ყიდულობს ბინას, იმათვის ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ არ მომხდარა შემცირება ბაზარზე. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ მატება ყოფილიყო თუნდაც 10-15%-ით ისევე როგორც წინა წელს იყო, მაგრამ შექმნილი, ასე ვთქვათ, турბულენტური სიტუაციიდან გამომდინარე, ალბათ მაგის მოლოდინი დიდად არ ქონდა. თუმცა იმედი გვაქვს, ჩვენ რაც ვიხილეთ იანვრის ეკონომიკური ზრდის მონაცემებით 11%, იმედი გვაქვს, რომ ეს გაგრძელდება თებერვალშიც, მარტშიც და უძრავი ქონების ბაზარის პლუსში გადავა. ჩვენ მეწარმეები ვართ, ბიზნესმენები ვართ, ახალ პროექტებს ვაკეთებთ და ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ თემას და რა თქმა უნდა მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავზარდოთ ასე ვთქვათ მომხმარებლების სფერო და დავარწმუნოთ იმაში, რომ უძრავი ქონების ბაზარზე გააგრძელონ აქტივობა. ეროვნულმა ბანკმა გარკვეულწილად სიახლე შემოიტანა ბაზარზე, როდესაც გაამარტივა იპოთეკური სესხების გაცემის პირობა
და დაწია ქვედა ზღვარი, ხო? 10%-მდე და ემიგრანტებისთვის 20%-მდე. ეს რამდენად მნიშვნელოვან ეფექტს შეიძლება ქმნიდეს და რამდენად იყო საჭიროება ამის ეხლა გამოტანის. მაგრამ მაგალითად კვლევებზე რაზეც საუბრობდით, იქ მერე სიღრმეებში არის, რომ სინამდვილეში პირველადი ბაზარი არ არის შემცირებული, მაგრამ მეორადის ხარჯზე გვაქვს ის კლება, რომელიც ესე აფიშირებულია და მერე რაღაცნაირად ცოტა ნეგატიურ განწყობებსაც ქმნის, მაგრამ პირველადი ბაზარი იზრდება. რამდენად დროული იყო და საჭირო ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი და რა ეფექტი შეიძლება ქონდეს. აქვე დავამატებ, ეს გადაწყვეტილება იყო ეროვნული ბანკის ინიციატივა თუ დეველოპერების მხრიდან, ასე ვთქვათ, მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღების ახალისება, ასე ვთქვათ, და მათი კოლაბორაციით მოხდა, ასე ვთქვათ. თუ თვითონ მიხვდა რომ რაღაც კონკრეტული პრობლემები. ჩვენ სიმართლე გითხრათ, მე პირადად ჩართული არ ყოფილვარ თემაში და ჩემთვის ნიუსი იყო, როდესაც ამ გადაწყვეტილების შესახებ მოვისმინე და არ ვიცოდი, ან პროცესში ჩართული არ ყოფილვარ, რაც შეეხება თვითონ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და გარკვეული, ასე ვთქვათ, სეგმენტს მომხმარებლისას დაამატებს, ვისაც არ ქონდა პირველადი შენატანი იმოდენობით და ვისაც არ ქონდა, ასე ვთქვათ, თანამონაწილეობა საერთო იპოთეკურ სექტორში იმოდენობით, რომ საბოლოო ჯამში ბინა შეეძინა, აი იმ ჯგუფს მომხმარებლისას დაამატებს. ეს შეიძლება იყოს 5-10%, ეხლა ზუსტ ციფრს ბუნებრივია ვერ ვთქვი, მაგრამ რა თქმა უნდა წაახალისებს. რაც შეეხება პირველად და მეორე ბაზარს, თქვენ თუ ნახავთ კვლევებს TBC კაპიტალის და კალთეთა კარტის, ანუ ესეც ასახად ვერ ვიტყვი, რომ მეორადია შემცირებული, პირველადია გაზნი, ამ ერთ კვლევაში პირიქით არის. ანუ დიდი სხვაობა არ არის, ეს ახლა მთელი ბაზარი და ყველა ტრანზაქცია ბუნებრივია გამოკლეული არ არის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ პირველადის და მეორადი ბაზარის თანაბარად მიდის შარშანდელ წელთან შედარებით. ანუ ორივეგან ფაქტურად კლება არ მოხდარა, თუმცა არც დრამატული ზრდა არ მოხდარა იანვრის თვეში. თებერვალში მე მგონია და მე ვგრძნობ, ჩემი კომპანიის მაგალითად რომ უფრო ზრდა მოხდა და მე ვფიქრობ, რომ მთელი რეალეს უძრავი ეკონომიკის ბაზარზე მოხდა ზრდა და ამას გვიჩვენებს შემდეგი თვის კვლევებიც და მოქალაქეების აქტივობას გაზრდილია. ზუსტად Colliers-ის მონაცემები, რაც ახლა მითხრეს, ასე ვთქვათ, საეთეროდან თებერვალში 9%-იანი კლება უძრავი ეკონომიკის ბაზარზე, ეს არის Colliers-ის ოფიციალური მონაცემი. განსხვავება Colliers-ის კვლევებსა, მე როგორც ვიცი, ახლა სიღრმეში არ ჩავსვლა და კალთენთა კარტის და TBC ბანკის TBC კაპიტალის კვლევებს შორის არის ის, რომ TBC და კალთი დეველოპერებისგან იღებს მონაცემებს რეალური, ანუ იმ თვეში რა ტრანზაქცია განხორციელდა. და შეიძლება Colliers ტრანზაქციებს საჯარო ეს მონაცემებიდან იღებს და რა არის სხვაობა ამ შორის, ხო? ტრანზაქციები შეიძლება გაყიდული ბინები დაარეგისტრდეს ან ზოგმა შეიძლება შიდა კონტრაქტით გაყიდა ზოგმა დეველოპერმა და იანვარში ან დაარეგისტრა, არ დაარეგისტრა, მაგრამ რეალური უფრო, ანუ იმ თვეში რა გაყიდვა მოახდინა დეველოპერმა არის ზუსტად TBC-ის და კალთენთა კარტის კვლევები. ამიტომ გავაკეთე, ასე ვთქვათ, აპელირება ზუსტად ამ ორ კვლევაზე. რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, ნიშნავს, რომ დღესდღეობით თქვენი შეფასებით ბაზარზე არ ხდება რაიმე დრამატული ან რისკები არ არის გაზრდილი და მათ შორის იგივე სახელმწიფოს ნაწილში ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა მეტი ჩარევა სექტორისათვის, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საბანკო სექტორი ფაქტობრივად აღარ აკრედიტებს ახალ პროექტებს დეველოპერების ნაწილში, მეორე მხრივ მომხმარებელიც შენელებულია. ერთია რომ სხვა კომპანიებს შეიძლება იმდენად არ გაუჭირდეთ და არ დადგნენ ფინანსური კრიზისის წინაშე და მეორეა კომპანიები, რომლებმაც შეიძლება ბაზარი ააფეთქონოს. ეკონომისტების პროგნოზიც ასეთია. ამ ნაწილში როგორ უყურებთ რისკებს და განაცხადებს? ბაზრის აფეთქება, ანუ რაღაცა ესეთი რაღაც არ ვიცი საიდან მოვიტანეს ეს ტერმინი, ვინ მოიტანეს, აფეთქება 5%-იან კლებაზე გვაქვს. ჩვენ თუ გადავხედავთ კოვიდის დროს, მე მახსოვს 2020 წლის აპრილი, როცა 150 ბინას ვყიდი თვეში 15 ბინაზე ჩამოვიდა და მაშინ არ აფეთქებულა ბაზარი და მოხდა ეს ანუ საკმაოდ ჯანსაღია. ძალიან დიდი მიწოდება დღეს ბევრი კომპანია, პატარა კომპანიები, რომელსაც შეიძლება კაპიტალის შიმშილი დაუდგეთ, ასე ვთქვათ, თუ კი ბანკები არ მისცემენ და მოსაზრებას მაგასთან დაკავშირებითაც. შეხედეთ, მაშინ საკმაოდ დიდი მოწოდება იყო, შეიძლება ამდენი მიწოდება არ იყო, მაგრამ ამის მინიმუმ 70-80% იყო მიწოდება და ბაზარი ფაქტიურად 80%-ით შემცირდა, 5%-ით კი არა 80%-ით. შესაბამისად, მაშინ არ მოხდა რა აფეთქება და მაშინ იყო -19% და 20% ეკონომიკური ზრდა თვეების ჭრილში. ჩვენ გვაქვს 11%-იანი ეკონომიკური ზრდა, აქტიურობა ბაზარზე გაზრდილი რა აფეთქებაზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება კაპიტალის და რა თქმა უნდა ეს აბსურდია და არანაირი მოლოდინი აფეთქების არ აქვს ღმერთმა დაგვიფაროს და თუ რამე რაღაც ბომბი არ დაგვეცახა, ეგეც ღმერთმა დაგვიფაროს. ან მეტეხური. რაც შეეხება უფრო ღმერთმა დაგვიფაროს. რა თქმა უნდა.
რაც შეეხება კაპიტალის სიმცირეს და მიწოდებას თქვენ ნახეთ და მე ვახსენე რომ ცოტა ხნის მქონდა საუბარი რომ 4.3 მილიარდის გაყიდვები იყო 2024 წელს. ეს იყო ისტორიული მაქსიმუმი. ეს გაყიდვები საიდან მოდის? ძირითადად წყარო ამ გაყიდვების დაფინანსების არის იპოთეკური სესხები და დაფინანსების არის ბანკები. შესაბამისად ბანკების ასე ვთქვათ წილი საკუთარ პორტფელში უძრავი ქონებაზე მიწოდებული სესხების არის ძალიან დრამატულად გაზრდილი. აქედან გამომდინარე კაპიტალის მიწოდება რეალურად შეამცირეს ბანკებმა, კი ბატონო, მაგას გიდასტურებთ და ამიტომ მე ვთვლი რომ ეს რა თქმა უნდა ისეთი სწრაფი ტემპით ზრდას უძრავი ქონების მიწოდების როგორც წინა წლებში იყო აღარ იქნება თუ არ მოხდა ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიება. იგივე საზღვარგარეთიდან, იგივე სხვა წყაროების ან ინვესტორების მხრიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ეს პირიქით ამ შემთხვევაში თუ კაპიტალის მიწოდება არ მოხდა და უფრო მეტმა დეველოპერმა ვერ დაიწყო მშენებლობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მიწოდება შემცირდება და უძრავი ქონების ფასები გაიზრდება და უფრო მეტი მოთხოვნა თუ შენარჩუნდა და მიწოდება შემცირდა, ბუნებრივია ეს იმოქმედებს ფასების დაზე. ალბათ იყო რომ შიდა განვადებებით ყიდულობდნენ და თუ კი მომხმარებლები ახლა აღარ იყიდიან და ფულს არ მისცემენ, მოკლედ და მეორეს მხრივ არც საბანკო კრედიტით ვერ დაასრულებენ მშენებლობას, აი აქ შეიძლება გაჩნდეს პრობლემა და კონკრეტული ერთ დეველოპერი თუ გაკვოტრდა პირობითად ეს ძალიან ცუდი გავლენა. შეხედეთ, აქ საუბარია ახალ პროექტებზე. აქ არ არის საუბარი ძველ პროექტებზე. ძველი პროექტები უკვე ძირითადად ალბათ 80% ძველი პროექტების ბანკებთან თანამშრომლობს და შეკრულია. შესაბამისად, ძველი პროექტების დასრულების საფრთხე არ არსებობს. აქ საუბარია რომ ახალი პროექტები დაიწყება თუ არ დაიწყება ბანკების მხარდაჭერით. აი ამაზეა საუბარი, ამიტომ ძველი პროექტების აფეთქების საფრთხე არ არსებობს. აქ შეიძლება მოხდეს ის, რომ ახალი მიწოდება შემცირდეს. მიწოდების შემცირების შემთხვევაში პირიქით გამოდის, რომ უძრავი ქონების მოთხოვნა იგივე რჩება, ეკონომიკური ზრდა თუ შესაბამისად იგივე ტემპით გაგრძელა, როგორც არის და წეგან ამაზე ვისაუბრეთ, რომ აღარ დაუბრუნდე, მაშინ იგულისხმება, რომ ფასები უფრო მოიმატებს და უკვე ახალი კაპიტალის წამოვა არის მოთხოვნა ისეთი როგორიც იყო. ადრე ძირითადად საქართველოში ყიდულობდნენ უძრავ ქონებას ერთი საცხოვრებელი მიზნობრიობით, მეორე საინვესტიციოდ და მათ შორის დეველოპერებიც ესე იფუთებოდა, ხო, რომ ევროკავშირისგან მივდივართ, უფრო ძვირი გახდება და მომგებიანი იქნება და ასე შემდეგ. დღეს ამ ნაწილში რისკებს თუ ხედავთ და დღეს ვინ შეიძლება იყოს პოტენციურად, ვინც იყიდის საქართველოში უძრავ ქონებას. დიახ, თქვენ ალბათ საუბრობთ უცხოელ მომხმარებლებს, ხო, საქართველოს მოქალაქეები, კი ბატონო, რა თქმა უნდა, და თქვენც ნახეთ, რომ შემცირდა იჯარის, ასე ვთქვათ, ამონაგები, იმიტომ რომ ფასი გაიზარდა და შესაბამისად ამონაგები ბუნებრივია შემცირდა ეს ერთი და მეორე ისიც რომ პირველი 2 წელიწადი, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ემიგრანტის შემოსვლა მოხდა საქართველოში და უფრო მეტად დაიტვირთა უძრავი ქონების გაქირავება. შესაბამისად, ის ხალხი ან ზოგი უკან დაბრუნდა, ან ახალი, ასე ვთქვათ, უძრავი ქონების მიწოდება მოხდა ბაზარზე და ახალი წყარო დამქირავებლების არ შემოსულა და ბუნებრივია კონკურენციაში ფასი დაიწია. ის, ასე ვთქვათ, ილდი, უბრალოდ ამონაგები უძრავი ქონებიდან რაც არის ძალიან მაღალი. უფრო მაღალი იყო, რომელიც ჩვენ იგივე ტიპის და გალთენის დაგარდის პროვაში რომ ნახულობდით ევროპის და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ყველაზე მაღალი ამონაგები იყო, რაც არაბუნებრივია და შესაბამისად დაკორექტირდა და ბუნებრივი 7-8%-იანი ამონაგები იჯარიდან ეს არის ძალიან ჯანსაღი და ასე ვთქვათ კონკურენტული და სწორი ამონაგები და ჯერ კიდევ 10%-ამდეა და რაც კარგია. და ვინ შეიძლება იყვნენ საომალო, თქვენი გათვლა რაზე იქნება? ჩვენი გათვლა არის როგორც ქართულ მომხმარებელზე, ისე უცხოელებზე. მე გეტყვით, რომ ყველაზე მეტი უძრავი ქონება ჩვენი კომპანიის ისტორიაში პროცენტულად ყველაზე მეტი იანვარ-თებერვალში გავყიდეთ უცხოელ მომხმარებლებზე, მათ შორის თბილისში და მათ შორის ბათუმში. და არა მარტო მე მეგობრები და კოლეგები მყავს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სფერო და ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა არის მაგალითად ისრაელი, ასევე არის ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ყურის გალფის ქვეყნებიდან მოიმატა მომხმარებლების რაოდენობა. ეს ალბათ გამოწვეულია იმ ნიუსითაც, რომ ემარი საკმაოდ აქტიურად იწყებს პროექტის გაკეთებას საქართველოში და იმ ნიუსმაც, რომ ემარი შემოდის საქართველოში. ამიტომ ბოლო 2 თვეში მე შემიძლია კონკრეტულად გითხრათ ჩვენი კომპანიის მაგალითზე, როგორც გითხარით,
მათი მიზანია არის რომ ევროკავშირში მივდივართ ეს არის იყო ხოლმე მთავარი და message box-იც ეგეთი იყო დეველოპერების დღეს რითი შეიძლება ეს ნაწილი შეიფოთოს საზოგადოება. ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა ჩვენთან საუბრისას ამბობს რომ იგივე მეზობელი ქვეყნებიდანაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც მოქალაქეები საქართველოში უძრავქონებას ყიდულობენ სწორედ იმ მიზეზით რომ ქვეყანა ევროკავშირში მიდის, უფრო გაძვირდება და ამ ნაწილში შემოლოდინები. თუ კი ეს პროცესი ასე გაგრძელდება და ასე სტატუს კო შენარჩუნდება, რა შეიძლება იყოს მაშინ მათი მოტივი და ინტერესი? ბევრი ფაქტორი არის, რაც შეიძლება ყოფილიყო მიზეზი ამ უძრავი ქონების ყიდვის უცხოელების მხრიდან. ეხლა ისრაელიდან ადამიანი რო ყიდულობს, იმისთვის არ არის ამოცანა, რომ უძრავ ქონებას იყიდეს, რაღაცა ან საქართველოს მოქალაქე გახდება, რაღაცა გრძელვადიანად, იმიტომ რომ ისედაც იმაზე მეტ ქვეყანასთან აქვს ვიზო მიმოსვლა და აქსესი, ვიდრე ჩვენ. ხო, ამიტომ და ერთ-ერთი პირველ ადგილზე ჩემი ინფორმაციით არის ისრაელიდან ბინების შეძენა მთელ საქართველოში. ეს ერთი. რაც შეეხება სხვებს, რა თქმა უნდა, ევროკავშირი და ევროპასთან ინტეგრაციაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და რა თქმა უნდა, მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე ვთქვათ, დღევანდელი სიტუაცია ფაქტობრივად გააყინული ასე ვთქვათ, პროცესი, რაც არის ევროკავშირთან ინტეგრაციის განახლდება უახლოეს პერიოდში, როგორც საქართველოს აქტიურობით ისე ევროკავშირის მხრიდანაც და იმედი გვაქვს, რომ ის პროცესი იმაზე აქტიურად გაგრძელდება, ვიდრე მანამდე იყო, რომელიც დაეხმარება, რა თქმა უნდა, უძრავ ქონებასაც. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, ეს არ იყო ერთადერთი ფაქტორი, ბევრი სხვა ფაქტორები. წლების განმავლობაში ჩვენ თუ მოვყვებით 2008-9 წლის კრიზისიდან მოყოლებული უძრავი ქონება დაბალი ტემპით იზრდებოდა, ბოლო 4 წელიწადში საკმაოდ მაღალი ტემპით გაიზარდა და ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტირება არის საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესო, როგორც კაპიტალური ამონაგებით, ისე იჯარით, რაც წეღან ვისაუბრეთ. შევაჯამოთ მხოლოდ ერთ კითხვას დაგესვამთ. რა იყო გავლენა რეალურად წეღან საუბრის წესრიგში ახსენეთ, რომ ტურბულენტულმა ზონამ და მიმდინარე მოვლენებმა გავლენა იქონია. რამდენად მძიმე იყო ეს ფასი სექტორისთვის? როგორ აფასებთ, რა იყო პოლიტიკური პროცესების ფასი მოკლედ დარგზე? აქ სექტორისთვის შეფასება ალბათ უფრო სწორია, ჩვენ კვლევებში ჩავიხედოთ და ციფრები იქ ჩანს და წეღან იდეაში შევაფასეთ ის კლება და არა მატება, რაც პირველ ორ თვეში იყო და მოლოდინი ალბათ იყო, რომ 10%-ით გაზრდილი იყო უძრავი ქონების რეალიზაცია და შევხედეთ, რომ იანვარში -5% იყო, ალბათ ეს არის ის. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამის ასე ვთქვათ, აღდგენა მოხდება ის და სხვა თვეებში უფრო მეტი იქნება გაკეთება. ეს არის ფასი. დანარჩენი ფასი მე ჩემი ასე ვთქვათ, განცდები ფაქტები და შეფასებები, რაც ასე ვთქვათ, პულზე ხელის დადებით და ამ თითოეული ჩემი სიტყვის უკან კონკრეტული მოქმედებები და ღონისძიებებია გაგიზიარეთ, რაც ჩემი კომპანიის მაგალითზე მუშაობს. მეც ვიკითხავ თუ შეიძლება. ფასთან დაკავშირებით მინდა ვიკითხო. ძალიან ხშირად არის საუბარი, რომ შემცირდება თუ არ შემცირდება და გარკვეულწილად ზოგი რაღაც ცოტა უცნაურია, მაგრამ სიხარულითაც ელოდება, რომ ფასები იქნებ შემცირდეს და იქნებ აი ამ თემასაც შევეხოთ, რომ რა მოლოდინები გვაქვს ფასების მიმართ და შემცირება რა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად, რომელიც იმედია რომ არ იქნება, ხო, თავის. რა თქმა უნდა. ჩემ პროგნოზს გეტყვით, პროგნოზი ცუდი საქმეა, მაგრამ ამ შემთხვევაში დაარწმუნებულ პროგნოზს გეტყვით, ძალიან დიდი ალბათ 99%-იან პროგნოზს გეტყვით. თქვენ ხედავთ და აქვს და პროგნოზები მივალ 2009 წლიდან მოყოლებული ფასი არ შემცირებულა. კოვიდის დროსაც კი არ შემცირებულა ფასი, როდესაც ტრანზაქციები შემცირდა, მაგრამ ფასი არ შემცირებულა. ზოგიერთმა დეველოპერმა ამოგდებულად შეამცირეს ფასი, მაგრამ მე ისე ძველ ნიშნულს დაუბრუნეს რა. არ არსებობს ფაქტორი, რის გამოც ფასი შეიძლება ფიზიკურად შემცირდეს. რატო? იმიტომ რომ მიწა არის ძალიან გაძვირებული და ეს მიწები ნაყიდი აქვს დეველოპერებს და არ არსებობს სახელმწიფო საკუთრებაში რამე მიწა, რომელიც შეიძლება იაფი იყოს და იაფად იყოს შეუძლებელია და მიწა არის ძალიან გაძვირებული. მშენებლობა არის ძალიან გაძვირებული, როგორც მასალების კომპონენტში, ისე ხელფასების კომპონენტში. ბოლო 3 წელიწადში ხელფასები დოლართან მიმართებაში ალბათ გაორმაგებულია მინიმუმ მშენებლობის ნაწილში. ასევე გაძვირებულია სერვისი, ნებისმიერი სერვისი, ეს იქნება სარეკლამო სერვისი თუ სხვა სახის სერვისი, შესაბამისად, მშენებლობის კომპონენტი და თვითღირებულება უძრავი ქონების არის ძალიან გაძვირებული. და როგორ შეიძლება ბიზნესი არ მუშაობს ისე, რომ თვითღირებულება იყოს მაღალი და იმაზე იაფად გაყიდო. ამიტომ მარჟა საკმაოდ დაბალია, ახლა მე ალბათ 10-15%-იან მარჟაზე მუშაობს საშუალო დეველოპმენტი და პოტენციალი იმის, რომ შემცირდეს ფასი არ არსებობს. წეღან ვახსენეთ ფასის გაძვირება რა შეიძლება გამოიწვიოს. შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ ბანკები ვერ აფინანსებს უკვე ახალ დეველოპერებს
მიწოდება შესაბამისად შემცირდეს და ამის ფაქტორი ჩანს ზუსტად იმ თქვენ კვლევაში, რაც თქვენ ნახეთ და ახალი ნებართვები შემცირებული ახალი ნებართვების გაცემა და ჩვენ მოლოდინია რომ ფასები გაიზრდება და ფასების გაზრდის ერთ-ერთი მთავარი მოლოდინი ჩემი აზრით იქნება კიდე MR-ის შემოსვლა საქართველოში. სანამ MR-ზე გადავალთ ერთი კითხვა. დრო ცოტა ბევრი კითხვა და მეტყვი ილია ხშირი სტუმარი არა, ამიტომ არის ასეთი მდგომარეობა. პირობა ავიღოთ რომ ხშირი სტუმარი იქნება. ეს ვცდილობ სწრაფად ვილაპარაკო, რომ ბევრი ინფორმაცია. მარჯებთან დაკავშირებით მინდა ვიკითხო, აი 2008 წლიდან თუნდაც რომ წამოვყვეთ, რამდენად შემცირებულია ეს მარჟები და რამდენად საინტერესოდ რჩება დღეს კიდევ უძრავი ქონების სექტორი ინვესტორებისთვის, ვინც ახალი დეველოპმენტი შეიძლება დაიწყოს. სწრაფად და მარტივად გიპასუხებთ, მარჟები რა თქმა უნდა მცირდება, რაც უფრო განვითარებადია ქვეყანა, მით უფრო იდეაში ლოგიკურად უფრო მეტი მარჟაა. დასავლეთის ქვეყნებში რო შევიდეთ ალბათ 7-8%-ია დეველოპმენტის მარჟა, ჩვენთან ალბათ 10-15% საშუალოდ მარჟა. ანუ იმასთან შედარებით ნაკლებია, ვიდრე იყო 2009-10-11 წელსში, მაგრამ მაინც მიმზიდველია დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით. MR-ზე მინდა ვიკითხო უცნობად, რას შეცვლის ეს საქართველოს დეველოპერულ ბაზარში და ასევე ვინ იქნება პარტნიორი დეველოპერი ქვეყანაში, არის თუ რა ამ პროცესში რაიმე ფორმით არ იქ ჩართული. სხვადასხვა ეს კითხვა სხვებას დავისვა და ნეტა ესე იყოს, ნეტა ვიყოთ ჩართული და იმედია მოუწოდებს ადარებას იყოს, რომ ჩავერთვები თუ შემოგთავაზებს. სამწუხაროდ არა ვარ ჩართული და იმედია რაღაცა ფორმით ექნება ადგილობრივ დეველოპერებთან. პარტნიორი კომპანიები დაშვერდებათ სავარაუდოდ. ხო და ჩართულობის სურვილი და ჩვენ სიამოვნებით ჩავერთვებოდით, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ესეთი ის არ არის. მე როგორც ვიცი, MR სახელმწიფოსთან პარტნიორობით აკეთებს ამ პროექტს და ამიტომ არც ერთი კერძო კომპანია ჩართული არ არის. რაც შეეხება MR-ის შემოსვლას, ალბათ იმიტომ გაჩნდა ეს შეკითხვა თუნდაც ჩვენთან მიმართებაში, რომ მე მივესალმე MR-ის შემოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ მონსტრი არის და ასე ვთქვათ, უძრავი ქონების შეიძლება ითქვას ყველაზე ცნობილი კომპანია ამ სოფლიოში, მაგრამ მივესალმე იმიტომ, კანიბალიზაციას არ ელოდებით ამ ნაწილში. კანიბალიზაციას არ ელოდებით. არ ველოდებ პირიქით. მე ველოდები, რომ MR-ის ფოკუსი, MR-ის მომხმარებლების ფოკუსი გადმოერთვება საქართველოზე. რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზრიდანაც წაიყვანს მომხმარებელს MR-ი, მაგრამ სამაგეროდ იმხელა ფოკუსი მისი 100,000-ობის კლიენტისგან, ვინც MR-ს ყავს საქართველოზე და ის მარტო MR-თან არ იყიდის უძრავ ქონებას, აქეთ გადმოვა ჩვენ ადგილობრივ დეველოპერებს. ამიტომ მე მიხარია ორი ფაქტორი. პირველი, რომ ამხელა ინვესტიცია შემოდის საქართველოში და ეს უძრავი ქონების ბაზარს ძალიან გაადიდებს და გააძლიერებს, ისევე როგორც მთელს ქართულ ეკონომიკას და GDP-ზე დადებითად იმოქმედებს და მეორე საზოგადოების მომხმარებლების ფოკუსს საქართველოსკენ მოაქცევს და მე ველოდები პირიქით ფასის ზრდას და მომხმარებლების რაოდენობის გაზრდას MR-თან მიმართებაში და ეს არ არის ჩემი აზრით ვთქვათ გულუბრყვილო მოლოდინი, ეს არის ფაქტობრივი გარემოება სხვა ქვეყნებში, სადაც MR-ი შევიდა, ყველგან უძრავი ქონება პირველ-მეორე წელს 30-40%-ით გაიზარდა, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, რას ვთქვით, თუმცა როგორც გითხარით პარტნიორობაზე ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ რომ ნახოთ, ისედაც მემორანდუმია და დავალოდებით შედეგებს როგორ იქნება გაგრძელება. ბოლოსკენ მინდა გკითხოთ, მიმდინარე პროექტები და ინვესტიცია, რასაც არქიან ხორციელებს საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ და აქვე კითხვა ძალიან ბევრი ბიზნესი ამბობს, რომ დაკვირვების რეჟიმშია და წელს და დღეს არ არის ის, როცა ახალ პროექტებს დაიწყებენ და ახალ ინვესტიციებს და არა მიმდინარეს, არამედ უშუალოდ ახალს. არქის გეგმები როგორია ამ ნაწილში და ხედავთ თუ არა, რომ დღეს ეს გარემო არის, სადაც შეიძლება ინვესტორმა ფული ჩადოს. გარემოზე ბევრი ვილაპარაკეთ და შესაბამისად ეს გარემო, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ უფრო უკეთესი იყოს, მაგრამ ჩვენ მივეჩვით სამწუხაროდ ტურბულენტურ გარემოს, ხან COVID-ი, ხან რაღაცა ფაქტორები, ხან ომი და ბევრი ასე ვთქვათ ტურბულენცია რეგიონში. ამიტომ არქი აქტიურად აგრძელებს განვითარებას, ახალი პროექტების დაწყებას, შეიძლება ვიღაცები დაკვირვების რეჟიმშია, მაგრამ მეწარმის და ბიზნესმენის ასე ვთქვათ ხასიათი და მიდგომა ის არის, რომ რაღაცა მომენტებში რისკი აიღოს და გაგრძელოს განვითარება და შესაბამისად რა თქმა უნდა და თქვენ ნახავთ ძალიან ბევრ ახალ პროექტს დავაანონსებთ ამ თვეშიც და მომდევნო თვეებშიც იგეგმება ახალი ახალ თბილისში ქვეყნის საზღვრებს გარეთ სად არის აქცენტი? საქართველოში, ნუ თბილისში განსაკუთრებით და ჩვენ რეგიონში ვიცით რომ ვაშენებთ ციონში და ბათუმში, საზღვარგარეთ ჩვენ ვაშენებთ ფლორიდაში, მაიამიში და უпроსტად ვიწყებთ მალე მშენებლობას, პროექტი ბოლოში გადის, იქ ცოტა მეტი ბიუროკრატია, ცოტა ბჭყალებში გასილებით მეტი ბიუროკრატია, ბევრად მეტი ბიუროკრატია ვიდრე საქართველოში ნებართვის სასახებად გავდივართ ბოლოში და მე ჩვენ ვფიქრობთ, ახლა ცოტა ხნის წინ ვიყავი ამერიკაში ერთი თვის წინ და დაახლოებით 2-3 თვეში მზად ვიქნებით რომ დავიწყოთ შენებლობა. ინვესტიციების მოცულობა თუ შეგიძლიათ გითხრათ, რამდენის ჩადებას გეგმავს წელს კომპანია თუ გაქვთ ასეთი გაწერილი უკვე?
არქიზე საუბრობთ 6 მილიარდი როგორც ებარი ოპერატიულ ჩადებას მაგდეს ვერ ჩავდეთ, მაგრამ მინიმუმ 150 მილიონის პროექტებს წელს აუცილებლად დავიწყებთ, რაც ჩვენ pipeline-ში გვაქვს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. და გელოდებით სიახლეებით ამ სტუდიაში. საინტერესო. პოზიტიური სიახლეებით. აუცილებლად. ილია წულაია არქის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი იყო ჩვენი სტუმარი.